მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით. და ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია და ამიტომ როგორც იცით, ჩემთან ერთად არის დათო ზურაბიშვილის, რომელსაც ასე მივესალმები გამარჯობა. ერაბ მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს რადიო მსმენელებს. რით დავიწყოთ ესე? მოდის ასიხარულო ინფორმაციით და. კი ბატონო. რომ კვერცხი გაიარდა. რაღაცა კაი ხდება. ქვეყანაში კარგი ამბებიც ხდება, კვერცხი გაიარდა 5%-ით. რა თუ ღირდა 6 ლარი რაღაცა ჩამოვა. მანამდე კი გაძვირდა 25%-ით მეგონი თუ როგორც ამბობენ იანვარში გაძვირდა 5% და ეხლა ჩამოაკლებენ. ანუ წარმოიდგინეთ ეხლა დეკემბერში რომ დაიწყო ირაკლი კობახიძემ ლაპარაკის ფასების ფასზე, იმის მერე კვერცხმა მოიმატა 5%. კი, მე ნამდვილად. დღეს ეხლა ჩამოაკლეს ეს მომატებული 5% და გვეუბნებიან რომ აი ირაკლი კობახიძის ინიციატივა გავითვალისწინეთ და კვერცხი 5%. მე სამწუხაროდ მაგ განცხადებამდე ცოტა ადრე ვიყიდე და ჯერ ისევ ძვირი ფასი იყო და. ხო, რა საინტერესოა რომელი კვერცხი რამდენით გაიაფთება ესე იგი. მაგრამ ნუ ამ ფასების თემით ხელისუფლება კარგი იმას შვება, ასე ვთქვათ, პიარს კარგ პიარს აწარმოებს, ხო, თავის სასარგებლოდ, რომ ის რაზეც ეხა ოპოზიცია უნდა ყვიროდეს, რომ აი ფასები რაღაცა, ხელისუფლებამ დაასწრო ოპოზიციას და თვითონ ყვირის ამ თემაზე. მე დაგვირებული ვარ, არ ვიცი, რომ ეხა თან დავაკლებ. სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციური, ასე ვთქვათ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თუ რაიმე ხელისუფლების ქმედებას ვერ სვამს რაღაცა აი ამ სქემაში რუსეთი დასავლეთი ანუ რაღაცა ხელისუფლება აკეთებს აი რაც რუსეთი აკეთებს ან რაც რუსეთში ხდება აი ისინი არ აინტერესებთ ხოლმე ან მეორე ხარისხზე გადადის თუ ჩავლეს რაღაც ასეთ კავშირს მე ეგრევე გამოაქვს წინა პლანზე მაგრამ არის მთელი რიგი რაღაცა პრობლემები ქვეყანაში რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის და შეიძლება ასე პირდაპირ ამ რუსულ ინტერესს არ იყოს დაკავშირებულია ცოტა იმათზეც ლაპარაკია სოციალური პრობლემები მნიშვნელოვანია ძალიან ფასები ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია კიდევ უამრავ სიძვირე საერთოდ ეს ეკონომიკური გაჭირვება ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და თუ მაინცად მაინც უსეთ დასავლეთი უნდათ ახაც ჭირდება ეს საკითხი იმიტომ რომ სწორედ დასავლეთთან ინტეგრაცია ერთ-ერთი გზა იმისი რომ ჩვენთან გაეზარდოს ხალხშემოსავლები ფასები თუ შევადარებთ აგერ გერმანიაში და ავსტრიაში უფრო იაფიხის რაღაც პროდუქტი ვიდრე ჩვენთან. ეგ თქვა ხო კობახიძემ. ჩვენ რომ ამბობდით მაგას, ხოცები გვეჭხუბებოდნენ. რასტაირად ღირს უფრო იაფი რაღაცებს სისულელებს ყვებით, იტყვებით და მე აღმოჩნდა რომ მაგაშიც მართლები ვიყავით, ხო? ანუ როცა ლაპარაკობდით კორუფციაზე, რა ვიცი, NGO-ები, ოპოზიციური მედია ყველა გვეჭხუბებოდნენ რომ აი თქვენ რაღაცა ტყუილებს ამბობთ და განსაკუთრებით NGO-ებს ეჭხუბებოდნენ რომ თქვენ მოსყიდულები ხართ, დასავლეთის აგენტები ხართ და მე აღმოჩნდა რომ თურმე მთელი ეს კორუფციული ფაქტები მართალი ყოფილა. საუბრობდნენ ინფლაციაზე და ფასების სიძვირეზე აღმოჩნდა რომ ესეც მართალი ყოფილა. და ეხლა კობახიძე ებრძვის თვითონ ამ ყველაფერს. ეს გასაგებია აქ უბრალოდ ამას უნდა გამოყენება, ასე ვთქვათ, თორსა ოპოზიციურ ფლანგზე ხარ, აი ესეთ რაღაცას ასაც შენ ამბობდი და მე ხელისუფლებამ დაიწყო იგივეს გამეორება. ეს უნდა დაანახო პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ხარდამჭერება უნდა დაინახონ ნეიტრალურად თუ განწყობილმა თუ ჩამოუყალიბებელმა მორჩეველმა უნდა დაინახოს ეს. ხო, ანუ ოპოზიცია რა დაიწყო, იცი? ის დაიწყო, რა ქვია, ახსნა განმარტებები რაღაც ეკონომიკურ თეორიების მოყოლა, როგორ წარმოიქმნება ფასი და თურმე ამ ფასს წარმოქმნაში რაღაცა ის კი ბიზნესმენებზე ზეწოლა კი არ იქნება, მთავარი არამედ იქ რაღაც მაკროეკონომიკურ რაღაც პარამეტრების ახსნა დაიწყეს. ეს ხალხს რა შეინტერესებს? ხალხი მაგას ხო ვერ იგებს. მაგას ვერ მიყვება ბოლომდე, იმიტომ კი არა რომ არ შეუძლია უბრალოდ ხა დაღლილი ამდენი ინფორმაცია ხა კიდე ეკონომიკურ თეორიებში გაერკვიოს. ხო ხა ხალხს აი უნდა მარტივი მესიჯები და ოპოზიციის ხელისუფლება მისცა მარტივი მესიჯი რომ აი ფასებია ძვირი მე ხა დავიბარებ და აი ყურს აუწევ ბიზნესმენებს და ესეთი ფასი თან წარმოიდგინე ხა თურმე ისეთი რთული ამბავი ყოფილა ეს ფასის ამბავი რომ ცალკე ხო სამთავრობო კომისია შექმნა კი კობახიძემ და სამთავრობო კომისიამ უნდა იკულიოს ცალკე სუსმა გამოძიება დაიწყო, რატო არის თურმე კვერცხი ძვირი? სუპერმარკეტებში. ეს არ იმყოფინეს და ცალკე პარლამენტში შექმნეს საგამოძიებო კომისია. რატო იცი რა შეიძლება დიდხანს რომ იყოს ამაზე ლაპარაკი, რომ ეს იყოს თემა, რომ აი ხელისუფლება ებრძვის ფასებს. თორე ხა სამი კომისია რა ჭიჭირდება მაგის გარკვევას. რატო არის ეს რა ქვია მაღალი ფასი, ხო? ეს არის ჩვეულებრივ პიარი ამ პიარში უგებს ხელისუფლება და მე გამოვიდა ხელისუფლება თქვა ოპოზიცია რომ აყანდა რომ აი
ესენი მაღალი ფასებისკენ არიანო. თან ის კი არ თქვა რომ ბიზნესმენებისკენ არიანო, ბიზნესმენებისკენ არიან ცუდად ჟღერს. არა, ჩვენ არა ვართ ბიზნესმენები, ჩვენ ბიზნესისკენაც ვართ და ხალხისკენაც ვართო და ესენი მაღალი ფასებისკენ არიანო რა. ხო და მაგას ჭირდება საკომუნიკაციო არხები. საკომუნიკაციო არხები ჩვენთან არის ისე რომ ხელისუფლება თავისას ლაპარაკობს და უფრო მეტი საშუალება აქვს რომ ოპოზიციურ ამორჩეველსაც ხმა მიაწვდინოს, მაგრამ ჩაკეტილი აქვს თავისი უცებ პრაქტიკულად ოპოზიციისთვის. დებატებზე კი დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ ედებატებიან ხალხის ძალას და იმას იქ არის ნეიტრალურ საქართველოს და ეხა ეგ დებატები მწვალებში რომ დებატების გარდა ყველაფერია ეხლა ცხადია რომ ამაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, თუმცა მაინც რაღაცა სიტყვა ითქვა ჩემი აზრით ეს დებატები და რაღაც ამ შემთხვევაში ოპოზიცია მე მგონი სისტემატურად უნდა ითხოვდეს თქვათ იმედს გასვლას ან იგივე რა თქმა უნდა კაცო ანუ ეს დებატებიც ხო ესე გადმოგდებული თემა არის მაგრამ ეხლა ჩვენ იმას კი არ უნდა უყურებდეთ ეხლა მე რო იყო სიტყვაზე ყველა პოლიტიკურ პრაქტიკაში ხა ასაც ვიზამდი იმას არ უნდა მიაქციო ყურადღება იმას რა ის რა შენ რა საკეთებ ესაა ამთავარი შენ როგორ იყენებ შენ ის გასაგებია იმას როგორ თვითონ თქვა ერთხელ რომ კარგი ტრიუკი გავაკეთო სულ ტრიუკებით ფაქტობრივად ივანიშვილი ეთამაშება ამათ რა ჭადრაკსაც არ ეთამაშება დურაკას ეთამაშება სულ ასია ამ დურაკაშიც იგებს რა და ოპოზიცია აქედან ამას უყურებს როგორ რაღაცა ბრძოლას და იმას კი არ უყურებს რომ რატო გადმოაგდო ის საკენკი ივანიშვილმა რომ გათვლილი კონდეს ერთი ნაბიჯი კი არა როგორც ჭადრაკში არის ანუ ერთი სულა ორი სულა ის რომ შენ რაღაცას უპასუხები ის რა გიპასუხებს და ხელისუფლება ასე გეგმავს რა ანუ მე რომ რაღაც მესიჯს გაუშვებ მე ელოდება ოპოზიცია რა სიტყვის აყვირდება მე დავაბრალებ ოპოზიციას რომ აი ფასებისკენ არის აი დებატები არ უნდა და ორსულიან სამსულიან კომბინაციებს მარტივს გეგმავს ივანიშვილი და ოპოზიცია კიდე რაღაც რეაგირების რეჟიმშია და ყველაფერზე შენ აქედან უნდა შეხედო ამას როგორც აი იმას რა ქვია თამაში რას გეთამაშება ივანიშვილი რაზე აქვს გათვლილი რას ელოდება შენგან რა ნაბიჯს ელოდება და მე ამ ნაბიჯზე რა პასუხი ექნება და ასე შემდეგ რა მარტივი არის რა ქვია აი ჭადრაკების ვისაც უთამაშო ყველა მიცის ხო რამდენი სულა უნდა გათვალოთ აქედან ძალიან ხშირი არის აი ზუსტად მაგას ამბობენ რა ჩვენ თქვი მაგრამ მე პასუხობე რომ ამიტომ არა ამიტომ არა უნდა ზუსტად კაცო არა უნდა დათვალო რა არის შენთვის ამ შემთხვევაში ხო მოგეთ ისეთი პასუხი უნდა გასცე რომ ჯერ მაგალითად დებატებთან დაკავშირებით კი არ უნდა აყვირდე და უნდა თქვა რომ იცი რა გავიგე მაგრამ ნახოთ ერთი რა ფორმატია ვისებად იქნება მე საერთოდ არ მეპატიჟებიან და რატო ვაკეთო კომენტარი და ესეც აღმოჩნდა ამ ხალხს საერთოდ არ ეპატიჟებიან რადიკალურ ოპოზიციას ხო არ გეუბნებიო ეპატიჟებიან თავისიანებს ისევ და ესენი აყვირდნენ მანამდე და რატო უყვირი რატო გამოდიხარ ვითომ დებატების მოწინააღმდეგე ხარ თქვი რომ იცი რა დაველოდები რა ფორმატი იქნება რომელ ტელევიზიაში იქნება რა შემოგთავაზებენ და მე გავცემ პასუხს მე გაიცე შენს პასუხს ადმეჭარე პირდაპირ რაღაც იმის ყორი შენთან საერთოდ არ მინდა შენ დანახვა თუმცა ახლა ეს არ არის დებატების თემა ახლა ირაკლი კობახიძემ ახლა წარმოიდგინე ახლა ხელისუფლება რას აკეთებს ხო ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა რომ ეს დებატებიო იმიტომ გადავწყვიტეთ რომ საზოგადოებაში დიდი პოლარიზაცია არისო ამ ძალიან დაპირისპირებული ერთმანეთთან და ეს პოლარიზაციის შესამცირებლად და კარგი არის დიალოგი და ასე შემდეგო და დებატების ფორმატიო და კაცო პოლარიზაციის შემცირება თუ გინდა იმას ხალხის ძალასთან და იმასთან გირჩთან დებატებით როგორ შეამცირებ პოლარიზებას არც ერთი არ არის შენთან დაპირისპირებული განსაკუთრებით ხო მაშინ შენ უნდა დაждე დებატებში მართლა ამ ხალხთან ეს ერთი მათ უნდა შესწავლოს დებატი და მაგრამ დებატი კი არა შენ თუ პოლარიზაციის დასრულება გინდა ქვეყანაში ჯერ ეს პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვა ხალხი ციხეში რო ყავს ისე უნდა გამოუშვა ამ რეპრესიულ კანონებზე უარი უნდა თქვა ხალხს ტროტუარზე დგომისთვის რო იჭერდა ეხლა კანონს იღებენ რომ თუ არ მაღიარებო ჩვენ ბავშვობაში იყო 90-იანებში ხო გახსოვს ქუჩაში რომ კაი ბიჭებს პატივს ძებ ძმაო და თუ იტყოდი არაო გაგლახავდნენ დაახლოებით ეგეთ კანონს იღებენ რა რომ ჩვენ გვაღიარებ ძმაო და თუ იტყვი რომ არ გაღიარებ მოხდები ციხეში ხო და აი მე მართალი გითხრა ეს კარგად ვერ ახსენით მართლა სერიოზულად ხო და ამას ვაკეთებ და თან დებატებს ვთავაზობ ეს რა ის არის ესა ხო დავანებოთ რა მორალია აქ მორალს შევეშოთ მორალზე არ არის აქ ლაპარაკი ლოგიკას ვერ ხედავ აი ამ მაღიარე თორე დაგიჭერში ეს რა არის საერთოდ აი რას ქვია როგორ უნდა გამოიხატოს ეს აღიარება დაუშვათ თვითონაც არ იციან ეხლა აი ეს რანაირად ანუ დეტალებს რო ეკითხებ ვერ ამბობენ ჯერ რანაირი კანონი უნდა მიიღონ არ იციან ეთქობა აი მაგალითად პარლამენტში თუ არ შეხვალ კი დაგიჭერენ მაგალითად სიტყვაზე ალბათ
კიდე თუ არ შედი პარლამენტში. ამ დროს ეს პარლამენტში ბოიკოტი ამ ყველაზე საინტერესო ის არის რომ როგორც თვითონ თქვენს რომ აი რაღაცა გერმანიის მაგალითი ხო ამათ ხო მოყავთ ნახევარ სიმართლეს საერთოდ სხვა რაღაცა ხდება გერმანიაში ხო ისინი საერთოდ არ აღიარებენ იმას გერმანიას სამეფოდ მიაჩნიათ და რესპუბლიკას არ აღიარებენ და ასე შემდეგ რაიხი და ასე შემდეგ მაგრამ ამას თავი დავანებოთ ამათ თქვენს რომ ამ ხალხსო იქო როგორცო მეფე ყავთო თავისიო გერმანელებსო ამათო თავით პრეზიდენტი ყავთო აქო სალმე ზურაბიშვილიო და ვინც არ აღიარებსო ამ კონსტიტუციურ წესრიგს და ასე შემდეგ მათზე იქნებაო და ასეთი ვინც ამას არ აღიარებს პირველ რიგში ზვიადისტები არიან ხო ზვიადისტები არიან რომელთა თავიანთი პრემიერ-მინისტრი ყავს თავიანთი მთავრობა ყავს და არც ერთ არჩევნებს და არც ერთ კონსტიტუციას მართლა ისინი არ აღიარებენ თორემ ეს ხალხი ვინც ქუჩაშია კონსტიტუციას აღიარებს პირიქით ისინი ითხოვენ რომ ეს კონსტიტუცია შესრულდესო და ვინც ამ კონსტიტუციას და არც ერთ არჩევნებს და არც ერთ მთავრობას არ აღიარებს ზვიადისტები არიან გამოდის ისინი უნდა დაიჭირონ მაშინ ხო ნუ ეხლა აქ როგორ ამიტომ ვფიქრობ ვერ მიიღებენ ამ კანონით ვერ მიიღებენ შეიძლება ყველაფერი კანონით მაშინ ყველა ზვიადისტის დაჭერა მოიწევს ახლა ბოლოს რაც იყო ბოლოს რა ინიციატივაც ჰქონდათ მაგალითად ასე წამოყენებული რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი ვისაც ნებისმიერმა პირმა ნებისმიერ პირს თუ რაღაცა უცხოურ ორგანიზაციიდან ან უცხოეთიდან ფული გადმოურიცხა ლამის ისინი ყველანი იყვნენ ესე იგი ნუ გამოცხადებ ჯერ ჯარიმა მერე ციხე თუ რაღაცა მაგალითად ასევე უცხოურ ორგანიზაციაში არასამთავრობო ორგანიზაციაში ნამუშევარი ხარ 8 წელი ლუსტრაციის კანონს ვითხოვდი და აგერ ლუსტრაციის კანონის მაგვარი მიიღეს 8 წელი გეგრძალება პოლიტიკაში ყოფნა ესე იგი საერთოდ ნუ რაღაც საოცარი კანონებია რა აი არაფერში რო აჯერს არც ერთ ქვეყანაში რო არ კითხვა რა არის იცი ანუ თუ ენჯოში მუშაობდიო და სხვა ქვეყნის იმიდან იღებდი გრანტებსო შენ 8 წელი განიწმინდო უნდა გაგრილების პერიოდიდან განსაწმენდელი რა რომ და მე მოხვიდე პოლიტიკაში და ეს 8 წელი რატო 9 არ ვიცი რატო 9 ან 7 არა 6 არა და გასაგებია რატომაც არა იმიტომ თვითონ იყვნენ უცხოური მთავრობის ისინი წარმომადგენლები შალვა პაპუაშვილი იყო გერმანიის მთავრობისგან იღებდა ხელფასებს და საკუთარ თავს მოარგეს შალვა პაპუაშვილი უფრო მეტი წელი რო ერთხვა 10 წელი 12 წელი პაპუაშვილიც მოხვდებოდა ეხლა წდება 2020 წელსაც კი იქ იყო ჯერ ხო, მაშინ არ ვიცი. მაშინ ვის მოარგეს ეს 8 წელი არ ვიცი. ესე იგი თვითონ არ იცი არა, ესე იგი ხა მაგ რა არის იცი? ერთია რომ ამათ უნდათ რა, ესე იგი რეალურად თელი ეს კასკადი კანონმდებლობის და სხვადასხვა ის მე ამ განათლების სფეროზე გვექნება ჩვენ სტუმარიც გვეყოლება სადაც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე, მაგრამ ერთ-ორი სიტყვით იმასაც შევეხები. ყველას ფერსასაც ეხებიან ბოლო დროს. ეს არის ერთადერთი მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი გააკონტროლო. ყველა და ყველაფერი მათ კონტროლ ქვეშ უნდა იყოს, ყველა და ყველაფერი მათ უნდა ექვემდებარებოდეს, ყველას და ყველაფერს უნდა კონდეს გზა მოჭრილი. იმისთვის, რომ ხელისუფლების შეცვლის საკითხი საერთოდ არ დადგეს ამ ქვეყანაში. ანუ პრაქტიკულად იღებენ კანონებს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს რაც მოეპრიანება, იმას გააკეთებს, ვისაც მოეპრიანება, იმას აგრძალავს, გამოაცხადებს დამნაშავედ. ერთი კანონია შეიძლება მაგალითად იმ ზვიადისტებს არ გამოაცხადებს იმ კანონის მიხედვით. ხო და პირველ რიგში ზვიადისტებს ეკუთვნის. ეს კი, მაგრამ იმად არ დაიჭერს, აი იმად ვითომ არ ეხება. ან იმ ზვიადისტებს დაიჭერს ხმას ამოიღებს. ვინც ხმას ამოიღებს კი? ას ერთ-ერთი პატიმრის ხო ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძეც ხო ზვიადისტი ანუ ის ადამიანი იყო მთავრობის მომხრე და Facebook-ზე დავწერა კომენტარის სახით ეს რომ დავწერო ზვიადისტებს ეხება პროგრამში მე ორმაგად მეხება აქაც ვდგავარო და ზვიადისტის ორჯერ დავიჭერეს საერთოდ ასე რომ ნუ ეხლა ეგ არის როგორი სიტუაცია აი ის მან უნდა გადაწყვიტოს ვისაც გვინდა ანუ რაღაცნაირად სამართლებრივ ბაზას იქნიან იმისთვის რომ ვინც გვინდა დავიჭიროთ ეს ჯერჯერობით ეგეთი ანალოგია არ ვიცი არავის არ გაუკეთებია მსგავსი რაღაცა უბრალოდ ეს ყველაფერი და განსაკუთრებით აი ბოლოს განათლებაში ასაკეთებენ ერთი ამათი სურვილი მეორეა კანონის მიღება და მესამეა როგორ უნდა შეასრულონ ესა როგორც კი დაიწყება ცდელობა ამის შესრულების სერიოზულად ქაოსი წავა ანუ სამართლებრივ ქაოსში აღმოჩნდებიან და ის დაიჭიროს და ყველაფერს თვალს ვერ მიადევნებენ ზოგჯერ რაღაცას შეეშლებათ ვიღაცას ზედმეტს გააკეთებენ და ნელ-ნელა რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს ახლა ჩემი აზრით მე რასაც უყურებ აფართოებს ხელისუფლებით უკმაყოფილოთა რიცხვს აფართოებს ამ ხო აი ეს განათლების თემა მას ხნა ხო განათლების თემა ძალიან სერიოზულად და GPI იყო ფაქტობრივად მათი მხარდამჭერი სრულად შეიძლება 1-2 ლექტორი იყოს GPI-ში მათი მოწინააღმდეგე ხო და როცა ეს განათლების რეფორმა დაანონსეს
განათლების რეფორმა დაანონსეს, ყველა ფიქრობდა, რომ პირველ რიგში ილიაუნს გაუქმებენ, იმიტომ რომ ილიაუნი არის საერთოდ ოპოზიციური. და პირველ რიგში სავისიანებს მიადგენენ. არა, თავისიანებს მიადგენენ პირველ რიგში. თუ გაიხსენებ და გპ-ის აუქმებენ. ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი ერთხელ, მაგრამ თავიდანვე ვთქვი ესა, იმიტომ რომ კობახიძეს ახლა ის არის ამის მომფიქრებელი, ასე ვთქვათ და განმახორციელებელი, ნუ ცხადია ბიძინაევანიშვილისგან ნებართვა აუცილებლად ექნება, იმიტომ რომ მისი ნებართვის გარეშე არაფერი არ ხდება აქა, მაგრამ უშუალოდ ამას ახორციელებს კობახიძე და ეს თვითონაც გაითავისებულია, გაიგივებული აქვს საკუთარ რაღაც თავთან ეს ამბავი. მან გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, პირველი რომ აი თავიდან ითი დაიწყეს, რომ სწორედ აიმით რომ ილიაუნი ბუდია ნაცების იქ რაღაც კონვეიერით გამოუშვებენ აკაცუკებს და ამიტომ მაგათ უნდა მივხედოთ და როგორ მიხედოს მასთან არ უნდოდა თითქოს რომ ამას ასეთი რაღაც პირდაპირ იმტკიცებულება ყოფილიყო რომ აი მაინც და მაინც ილიაუნს ერჩია და აი ვითომ წამოიწყეს რაღაც ზოგადი თან პლუს ახლა ზოგადად განათლების რეფორმაში კიდე რაღაც სარგებელსაც ნახავდნენ იქ შენობებია გასაყიდი იქ რაღაც სხვა უნივერსიტეტებიც გასაკონტროლებელია ამ გასაკონტროლებლად შემოიღო ორი ინოვაცია რეალურად. ერთი ეს არის და ამასთვის ჯერა მაინც და მაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევია და ჩემისაც სრულტყუილად, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ინოვაცია ეს არის ეგრეთ წოდებული წამყვანი პროფესორი, რომელიც როგორ უნდა დაინიშნოს მე ვერ გავიგე მაგრამ ერთ ფაკულტეტზე ერთი წამყვანი პროფესორი იქნება. ხო და ეს წამყვან პროფესორს რა ევალება ეს არის პრაქტიკულად პროფესორი ოდეერი. იგივე ოდეერი ოღონდ პროფესორი იქნება. რომელიც უნდა გააკონტროლოს სასწავლო პროცესი, რომელი მიმართულებას ვინ გაუძღვეს და როგორ გაუძღვეს, რა პროგრამა, ყველაფერი უნდა აკონტროლოს. ანუ მაკონტროლებელი დანიშნა. ნიშნავენ, ანუ ყველა ფაკულტეტზე უნდა ყავდეთ თვითონ ოდეერი, ესე იგი. რეალურად პროფესორი ოდეერი, მაგრამ ეს როგორ უნდა იყოს მექანიზმი ამისი, როგორ უნდა დაინიშნოს, რანაირად, ვინ უნდა დანიშნოს იქ რექტორმა, აკადემიურმა საბჭომ, თვითონ იმ ფაკულტეტმა თუ არა, ეს გაუგებარი არ ვიცი, ჯერ და ამის მექანიზმი მომფიქრებული არა. კარგად. მეორე იყო ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. მე გითხრეს ფაკულტეტში მიმართულება იგულისხმება, ეს გენიალური მინისტრის ადგილებ თქვა ესა. ანუ რეალურად ფაკულტეტი ეგონათ მათ, აი როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, რომ ყველგან ერთი და იგივე ფაკულტეტები იყო ყველა უნივერსიტეტში და ერთნაირი სტრუქტურა ჰქონდა ყველა უნივერსიტეტს, ახლაც ეგონათ ასე. აღმოჩნდა რომ თლადასი არ არის ჯერ ერთი, იმიტომ რომ ილიაში მაგალითად სულ 4 ფაკულტეტია. ილიას უნივერსიტეტში, თეზეუჟია 7, ტექნიკურ უნივერსიტეტში 14. სხვადასხვა არის და კი, რაღაც მიმართულებები ემთხვევა, მე თქვენ იგულისხმება მიმართულებები და საგნები. და რაც ქვია იგულისხმება, კანონში ეგეთ რამე გამიგეკაცო, ფაკულტეტი არის ფაკულტეტი და მიმართულება არის მიმართულება, რაც ქვია იგულისხმება ეხა. ხო, კანონში დაწერე ფაკულტეტი. ხო, ეხა მაშინ უნდა იყოს ფაკულტეტი და თუ მიმართულებას უნდა წერო მიმართულება. მაგრამ ამით ეგონათ რომ ილიაუნს ჩამოვაცილებთ ამ საგნებს, ყველაფერს წავართმევთ, გადავცემთ თესეუს და გპ-ს და დარჩება ილიაუნიში მარტო უცხოენები, ასეც ითქვა თავიდან. თუ გახსოვს კობახიძემ, ასე თქვა, დარჩება მარტო უცხოენები, როგორც ადრე იყო და ეს პედაგოგიური, ასე თქვა, განათლება და მორჩა. ანუ 70-80% ილიაუნი განიძარცვებოდა, ასე თქვა და მე რა უნდა იმის დახურას ერთოშიანობასაც მიაყიდნენ კიდევ, ამეთ კაი ფულს გააკეთებდნენ და ასე. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს პარალელური საგნები და მიმართულებები გაცილებით მეტია ამ ტექნიკურ უნივერსიტეტში. იქ უფრო მეტი არის. და თუ ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს, გამოვიდა რომ ესე იგი ეს ტექნიკური უნივერსიტეტის ხალხი უნდა გაეყარათ. ანუ მისი ეს ლოიალური ხალხი, მისდამი, ყველა უნდა ან რუსთავში უნდა გადაიყვანათ და როდის მოხერხდება ეს კაცმა არ იცის, ან უნდა გაეშვათ სახლში. და ამიტომ ეხლა თავისი ჭკუით კობახიძემ რაც გააკეთეს, შეერთება ეს მოიფიქრა, იმიტომ რომ ვითომ გადაერჩინა ის ხალხი, ნუ ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც. მე მაინც შეამოკლებდნენ ცხადია, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ხელა მონსტრი მართო, მაინც ყველა ვარიანტში შემცირდებოდა და მაინც ყველა ვარიანტში გაუშვებდნენ კადრებს, მით უმეტეს ესეც ითქვა, რომ ბევრი სტუდენტი ყავს და არა ამდენი საჭირო, ხო? მაგრამ იმ პირველ ეტაპზე რომ რაღაც არ გამწვავებულიყო და პირდაპირ ისე არ გამოსულიყო, რომ თავისი მომხრეები ვინც იყო, მაინც და მაინც ისინი გაყარეს. თავისი აზრით მოიფიქრა ეს, რომ აი მოდი შევაერთოთ და აღარ დაგჭირდება გაუქმება მაშინ. და ამიტომაც იყო გახსოვს ამას ამბობდნენ სულ, რომ არავის არ გაუშვებთ, იმდენივე სტუდენტი გეყოლებათ, იმდენივე ის იქნება, ნუ ეს ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს შეუძლებელია იყოს ასე, შეიძლება ერთი სემესტრი იყოს ასე, ორი, მაგრამ ასე სულ ვერ იქნებოდა. მაგრამ ამან გამოიწვია უარესი გამოიწვია, ამაზე აღშფოთდა, იმიტომ რომ შეხენ პირველად მოხდა ეს სხვადასხვა აღინიშნა
თავის ძოზე აქამდე არ უთვალისწინებია აუგუსტი მენამდე თქვა. არ დაუკარგო, როცა ჭკვიანურს ამბობს ვინმე არ მიყვარს ხოლმე რაღაც მიწერა. სხვისი ნათქვამის. პირველად მოხდა რომ ტრადიციას შეეხება. არასოდეს არ მგონია ეს ამ ხელისუფლებას რომ რაღაცა ტრადიციის წინააღმდეგ წასულიყო და გებეი ტრადიცია 104 წელია. არა ის სახის კობახიძე. გებეი ტექნიკური უნივერსიტეტი კი არ არისო ტრადიცია ასლოვანი იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტიო და მაგას სახელო გადაარქვეს 92-ში მაშინ ამოეღოთ ხმა. სახელს გადარკვევას რა მნიშვნელობა აქვს? ეგ არის ხო მისი გამგზელებელია ის მემკვიდრეობა, ის ტრადიცია, ის ტექნიკური საგნები რაც იყო და ის ტექნიკური ინტელიგენცია ის იმათი მემკვიდრეობა ყველაფერი აქა და საერთოდ რო აუქმებდა ამას და ისეც გეპეის ეძახის დღემდე ყველა. ანუ ეს ტრადიცია არსებობს და ეძახე შენ არ არის, ხო კიდე შეურაცხყოფა მიაყენა ესე იგი. ხო და აი პირველად გააკეთეს ეგეთი რაღაცა, რამაც რა თქმა უნდა გამოიწვია იმ ლოიალური განწყობილი პროფესორის ჯერ გაკვირვება, მერე იფიქრეს იქნებ რაღაცა ეშლება და ეხლა ცოტა ნელა ბრაზდებიან უკვე სერიოზულად, იმიტომ რომ ეს ჯერჯერობით უკან არიხევს და გმირულად დგას. ეხლა ეს ძალიან მარტივად შეიძლება რეალურად გადაწყდეს, რა ვთქვა. უარი უნდა თქვას იმ ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპს და მორჩა. ეს აღარ დადგება ეს საკითხი. დღის წესრიგში, მაგრამ მე რა უყოსია რომ სხვა ამბავია. არა, სხვა რა ამბავია. აი, მაგათაც მე უფრო გონია რომ არის, რა ქვია, ივანიშვილის ქუთაისის უნივერსიტეტის თემა. იმიტომ ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია. მე ასეთი ვერსია მოვისმინე, რომ და უფრო ამ ვერსიისკენ ვიხრები, რომ უბრალოდ იქ ქუთაისში რაც გააკეთა უნივერსიტეტი ივანიშვილმა ვერ ამუშავდა ისე როგორც იმედი ჰქონდა. იმდენი სტუდენტი არ მიაწყდა. ძალიან ცოტა სტუდენტია. ამის მიზეზი არის ის რომ ერთი რომ ქუთაისშია, მეორე ქუთაისელებიც კი არ მიდიან. ანუ წარმოიდგინე შარშან თურმე აკაკი წერეხლის ქუთაისის უნივერსიტეტმა უფრო სტუდენტი მეტი სტუდენტი იყო ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ამ გაპიარებულმა ახალმა უნივერსიტეტმა. იმიტომ რომ რატო იცი? ის აკაკი წერეხლის უნივერსიტეტი ქალაქშია და ეს არის სადღაც საღორის ტყეში და სტუდენტებს ეზარებათ ახლა იქ სიარულიან კამპუსში ტყეში ცხოვრება და ანუ ვერ მოიპოვა პოპულარობა და მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ამიტომ აკეთებენ ამას რომ მე აქ საერთოდ დახურონ შეიძლება ეს ტექნიკურ და გადაიტანონ ქუთაისში ეს ფაკულტეტები ყველა და თქვა რომ აი ვისაც გინდა ტექნიკური მიმართულება წადით ქუთაისში და მორჩა რატო რა ძალა იმისთვის რომ ხა ყოველად ხო რა აშენა ბიზნესა არა რა თქვია აშენა ბიზნესა ბიზნესი აღარ არის ეგა ბიზნესი გავიგე მაგრამ ის არის ხო აი წარმოიდგინე ბიზნესამ ასეთი რამე სიკეთე გაუკეთაო ქვეყანას გონდებიან და ამ სიკეთით არავინ არ სარგებლობს არ არის ახულება ბიზნესს ეგ ამბავი საერთოდ ფეხებზე კიდია იმიტომაც მისცემ ეგ რომ ენაღლებოდეს როგორმე მიხედავდა მაგ უნივერსიტეტს რა მაგდენი ფული კი აქ რო ერთი უნივერსიტეტი შეენა არა მიხედა მაგრამ ფული არ უშველა ფულმა რა არ უშველა ყველა სხვანაირად მიხედავდა სტუდენტები არ მიდიან ბიზნეს დაინტერესება მაგ ქუთაისის უნივერსიტეტში არის ნული. მისა სახელმწიფოს, აგერ თქვენ არ ჭინეთ. ხო, გავიგე, მაგრამ მე ხო არ მიაგდებენ ისინი, რაღაცა უნდა მოუხერხონ. რა უნდა მოუხერხონ, ფეხებზე არ კიდია არ მიდიან სტუდენტები. არა. არანაირად ეს მომენტი ბიზნესთვის მტკივნეული და რაღაც საერთოდ ბიზნეს აკადემიური სფერო არ აღელვებს. არა ინტერესებდა რა. რატო გააკეთა ეგ უნივერსიტეტი? ვინა გააკეთა? ეს უნივერსიტეტი მე ვაღირებ ჩემი ბრალია. მე ჩავაწერი პროგრამაში და დაპირება აქვს ეგეთი რომ ქუთაისში იქნებოდა საუნივერსიტეტო ქალაქი და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა მაგრამ ეზარებოდა ამდენი ხანია 2012 წლიდან აქ ეს დაპირება და ფეხსით რევდა სულ იმიტომ რომ არ უნდოდა მაინც და ბოლოს რაღაცა გადაწყვიტეს მე ერთი პერიოდი თითქოს ის ადრონული თერაპიის ცენტრი უნდა ყოფილიყო მაკეთ და რაღაცეები მთელი რაღაცა და არ აკეთებს არ გააკეთა ბოლოს რაღაცა უნივერსიტეტი მაინც გააკეთებინეს რაღაცა აშენეს ბოლოს შეხედა ესეც დიდა და არ დაინტერესდა ამით და ბოლოს უთხრა სახელმწიფოს აგერ თქვენ წაიღეთ როგორც ის არენა აშენა იქ ბლექსი არენა და შავი ზღვის არენა და ის მის სამერე ასევე სახელმწიფოს გადაცა თვითონ ხوار დახარჯავს თვითონ რო აინტერესებდეს თავის ფულს დახარჯავდა მაშინ მაგრამ არ აღელვებს ეს საკითხი და კობახს სამაგეროდ აღელვებთ კონტროლი ყველას ბიზნესაც კობახიძესაც კონტროლი სტუდენტობაზე კონტროლი პროფესორაზე თუმცა რაც ახლა კეთდება ჩემი აზრით ეს არის აი ნაჯახით რო შევარდები და უმისამართოდ რო იქნებ რა სადღაც და ვის მოხდება ეს ნაჯახი შენიანს თუ მტერს კაცმა არის ეს რა არა ნუ ფაქტია რომ ჯერ საკუთარ ხარდამჭერებს მიადგენენ თან ეს გპის ხალხი დაბნეულია კაცო ბატონო ბიძინა თქვენ ხარ ჯერ წერილებს წერენ რომ ბატონო ბიძინა თქვენ ხარდამჭერები ვარ და რას გვიშვებით თუ დაახლოებით ესეთი და ბიძინა იმანიშვილი არც კი გამოეხმაურა
ამხელა წერილი დაწერეს. ეგ საინტერესოა. თელმა უნივერსიტეტმა ამხელა წერილი დაწერა, რომ ბატონო ბიძინა გვიშვამდგომლეთო კობახიძესთან თქვენი მხარდამჭერები ვართო და ყურადღებას კი არ მიაქცია ივანიშვილი. ანუ პასუხიც კი არ გასცა. საინტერესოა სხვა შორის და მაინც ივანიშვილის იმედი აქვს. მე მაგალითად კითხავდი ზაზა შათირიშვილს რას ფიქრობს ამ კპის და იმის გაერთიანებაზე, უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, ან ვიღაცა ვასილ მაღლაფერიძეს მაგალითად. ანუ იმ ხალხს, ვისაც ასე თუ ისე კონტაქტი აქვს ბიზნესთან. და ასე თუ ისე მისი აზრი ეცოდინება. და ის საინტერესო იქნება ისინი რას იტყვიან, პირდაპირ თუ ბიზნესს ვერ იჭერ. მაშინ ხალხს უნდა კითხო, ვინც მასთან ახლოს ტრიალებს და იმათ ეცოდინებათ. თუ ესე იგი მათ თქვეს, რომ ხარს უჭერენ და სწორია, ესე იგი ჯადვალე რომ ბიზნესია, რა. შადრიშვილმა თუ თქვა რომ სწორიაო ეს. ასე თქვა გაერთიანებაო. ესე იგი ბიზნესზე ასე ფიქრობს. თუ თქვა რომ მაინც და მაინც არ იზიარებს ამას, რომ ესე იგი მაშინ ბუდია და რაღაცა ხდება. ან შეიძლება საერთოდ თუ არ გიპასუხა, ესე იგი ნიშნავს რომ ბიზნესა ივანიშვილი თავს არიდებს შეგნებულა, აჭიანურებს, პროცესს უყურებს, როგორ წავა, რომ ბოლო მომენტში რაღაცა პოზიცია დაიკავოს. თუმცა მე ცოტა ეჭვმეპარება ბოლო დროს მის ასე ვთქვათ ის საკმაოდ არაადეკვატურად იქცევა რაღაც მიმართულებებით, იმიტომ რომ მაგალითად ეს არ აღიარებაზე გართულება, ეს არ ამგონია რაღაც ადეკვატური გამოხატულება რა. ასეთი გართულება რომ რატო არ მაგიარებს არავინ. არ ჩიგრით არ აღიარებენ, არც გარეთ არ აღიარებენ. აგერ ხელი ჩამოართვა რაღაც ოლიმპიადაზე ჩავიდა ის ვენსი და ხელი ჩამოართვეს და არ იქა ეს, იგი გადაგვაყოლეს. ღარიბაშვილის დროს კი მაინც პირდაპირ მაინც წერდნენ რომ მიესალმა ღარიბაშვილი ვიღაცას იქა და აქ მიესალმაც არ წერია, შეხვედრა ჰქონდა თუ გასვაზე. ასე შეიძლება ჩვენ შევხვდეთ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ანუ მილანში ტარდება ზამთრის ოლიმპიადა და ჩასულია ყველა, ჩავიდა ჩვენი პრეზიდენტის და შეხვდნენ რაღაც დერეფანში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და გადაიღეს სურათი და თან ეძახიან deep state-ი არის უკვე ტრამპი და ასე შემდეგ და აგინებენ დასწორს და თან ბავშვები უხარიათ ხელს თუ ჩამოართვებს რომელიმე დასავლეთიდან. მოკლედ ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამის შემდეგ ჩვენ განათლების თემაზე გავაგრძელებთ საუბარს. ლიკა ღლონტი განათლების ექსპერტი იქნება ჩვენი სტუმარი, ასე რომ დაგველოდეთ საინტერესო საუბარი გელოდებათ წინ. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის მეორე ნაწილში გავაგრძელებთ საუბარს განათლების რეფორმაზე, რომელიც ბოლო დროს დავიდა ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, ეს არის GPI, ეგრეთ წოდებული, ანუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი GPI და TSU, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც ორივე უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება, TSU-ს პროფესურაც, აგერ ხა ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გააკეთა განცხადება, ისინიც ეწინააღმდეგებიან, თუმცა ხელისუფლებამ ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. არ ვიცით ამ წუთებში მიმდინარეობს სხვათა შორის შეხვედრა გივი მიქანაძესთან, როგორც ჩამოგზავნდა ბატონი გივი საზღვარგარეთ ყოფილა და აქამდე მოადგილე ხდებოდა ამ ხალხს. ნუ კარგი იყო რომ მანამდე შეხვედროდნენ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ ოსფაქტუმ ხვდებიან. შეიძლება რამე შეიცვალოს, თუმცა მოადგილემ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ თავარი გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეიცვალა. ლიკა ღლონტი განათლების ექსპერტი არის ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით, ქავტო ლიკა. თქვენ როგორ ახასებთ ამ ყველაფერს და რას უკავშირებთ, რატომ გადაწყვეტეს? საკუთარი მომხრეებია, ხო ხა მაგაზე საუბრობდი რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში უმეტესობა არის ოცნების მომხრე და წერილში ეგრეთ დაწერეს ბატონო ბიძინა თქვენი მხარდამჭერები ვართ და რატო გადაწყვეტეს რომ თავკუთარი მომხრეების დაეწყოთ ასე ვთქვათ და მათი უნივერსიტეტის გაუქმებით პირველად. იცით რა გუშინ ვამბობთ თაჭარის ტელევიზიის ეთერში რომ არსებობს ორი ლოგიკა. არსებობს ლოგიკა, რომელსაც ჩვენ ესე ვთქვათ რაციონალური ხალხი მივყვებით და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ეს დავასაბუთოთ საჭიროებით, შესაძლებელი ბენეფიტებით და ასე შემდეგ და არსებობს სამთავრობო ლოგიკა, კონკრეტული პირების ახირების და აკვიატების დონეზე, რომელიც რაციონალურ განშას არ ექვემდებარება. TSU-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ერთ-ერთი ესეთი მაგალითია და ნიმუშია იმისა, რომ რაღაც რაციონალურ აზროვნებასთან ჩვენ აქ საქმე არ გვაქვს. მე მგონია, რომ ეს არის კონკრეტული პირების ახირება და აკვიატება, ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება. გასაგებია, რომ საერთო მიზანი უცვლელია, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემაზე სამთავრობო კონტროლის დაწესება და სხვანაირად მოაზროვნე პროფესორების, ასე ვთქვათ, განთესვა. რატომ დაიწყეს მაინც და მაინც ტექნიკური უნივერსიტეტით? აი ამ შემთხვევაში, როგორც გითხეთ, რაციონალური
მიღებული ასე ვთქვათ არგუმენტები მე არა მაქვს, მაგრამ ეს გაგრძელდება აუცილებლად, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი არის. საქმე იმაში არის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აი ამ ორი გიგანტი უნივერსიტეტის გაერთიანებამ გადაფარა მთელი ამ რეფორმის სხვა ასპექტები და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ მარტო თსუ-ს და ტექნიკურის გაერთიანება არ არის ამ რეფორმის ასე ვთქვათ მავნებლობა, იქ ძალიან ბევრი სხვა მავნებლური ფაქტორი არის ჩადებული, რომელიც ავნებს მთელ სისტემას და სხვა უნივერსიტეტებს, რეგიონულ უნივერსიტეტებს, სახელოვნოებს და ასე შემდეგ. ამიტომ კომპლექსურად უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი და ასევე არ დაგვავიწყდეს სხვა თანამდები ცვლილებები პარალელურ რეჟიმში, კანონებში, გარანტების კანონი, სულ ამას ვიმეორებ ხოლმე, რომელიც კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს, ასე ვთქვათ, არა მარტო ინსტიტუციებს და მათ შორის უნივერსიტეტს, არამედ კერძო პირებსაც. ასე რომ ეს არის რაღაცა საერთო დიდი თამაშის სხვადასხვა ასპექტები. ბატონო, მე ერთი ჩემი ხედვა უბრალოდ პატარას დავამატებდი, შეკითხვასაც შევეცდები, შეკითხვის ფორმულირებაც მივცე. რა არის, აი დაუშვათ თქვენთვის რომ დაევალებინათ, რომ მოდი ახლა რაღაცა გავაკონტროლოთ, აი დამიხატეთ სქემა, რომ როგორ გავაკონტროლოთ უმაღლესი სასწავლებლები. დაუშვათ აი ასეთი მიზანი აქვს დასახული და მე აბსოლუტურად გეთანხმებით ეს მიზანია. აი რასაც ისინი აკეთებენ, ამას ხო არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდით მაინც. იმიტომ რომ სისულელი ესაც კეთებ, ეს უბრალოდ არარაციონალური არის. კი, არარაციონალური არის. კრევა ყველაფერს, აფუჭებენ უბრალოდ საქმეს ახლა. ეს არ არის, ასე თუ ისე ხო გჭირდება რა სახელმწიფოში რაღაც უმაღლეს სასწავლებელმა რაღაცა დონე მაინც უნდა შეინარჩუნოს. ის რო განახორციელონ, მე ისიც ვერ წარმოვიდგენია როგორ უნდა განახორციელონ იქ რა წერია, იმიტომ რომ მექანიზმები ძალიან რთულია ეს. ცვლილებები ამ ბაკალავრიატის რამდენი წელი იყოს, ის მაგისტრატურა რამდენი წელი იყოს. რაღაცა წამყვანი პროფესორი ხარ, პროფესორ ოდერი დავარქვი ხა მე მაგას მე პირადად. მაყურებელი პროფესორი ეგეთი ტერმინით შემოვიდა. მაყურებელი პროფესორი. აი რაღაცა ეგეთი რაღაცა. ციხის მაყურებელი ხო, მეყოლება. ზუსტად. მაგისთვის არის. აი ამით როგორ შეიძლება რაღაცა ნორმალური პროცესი მიიღოს. ისეთ რა, ანუ ჩვენ საკუთარ მომხრეების საწყო ამცირებს ამით გადაიკიდა უამრავი ადამიანი და კიდევ წინა თუ არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს ახლა ხელისუფლება. ნუ ეს თავმოყარობის საკითხია. მე არ მგონია რომ ხელისუფლება უკან დაიხევს. ძალიან დიდი ბოდიში ჩემი არა აკადემიურობისათვის, მაგრამ ფეხებზე კიდია მომხრე, არა მომხრე აკადემიური პერსონალი, ასაკოვანი, ახალგაზრდა. აქ არის ლაპარაკი სრულ კონტროლზე. თქვენი კითხვა, რომ როგორ უნდა გააკონტროლონ, რელევანტური იქნებოდა რამოდენიმე ხნის წინ. ეხა კითხვა როგორ ანადგურებენ ამას. ეს არ არის მარტო კონტროლი. თუმცა კონტროლის მექანიზმები ძალიან კარგად ჩადეს. მაგალითად ის რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უკრძალავენ უცხოელი სტუდენტების მიღებას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ გრანტების შესახებ კანონი ნიშნავს იმას, რომ არც ინდივიდუალურ დონეზე და არც ორგანიზაციულ სტრუქტურულ დონეზე უნივერსიტეტებს და მათ თანამშრომლებს არ ექნებათ სხვა ალტერნატიული ფინანსური შემოსავლების მიღების საშუალება და მთლიანად თავიდან ბოლომდე იქნებიან დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომელიც ყოველშორის არ იზრდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ რეფორმაში არის ის, რომ არანაირი მატერიალური და საბიუჯეტო საკითხი იქ არ ანუ მატერიალური კი კორპუსები. ეხლა მოდით ამ ზღაპრებზე, ეხლა ვინც დაიჯერებს იმან, ხო, ეს ვნახოთ ვისაც ექნება და როგორ ექნება და ან ექნება და ან არა, ჯერ აქამდე მივიდეთ ასე ვთქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაკონტროლების მექანიზმი, ანუ ფინანსური ბერკეტი ამ რეფორმაში ჩადებული არის. ანუ იმის მაგივრად რომ შენ გიხაროდეს ის რომ ამდენი უცხოელი შემოდის, კონკურენტი შენი შრომის ბაზარში მე ის უცხოელი სტუდენტი არ არის, ისწავლის და მიდის უკან ბატონო, ტოვებს აქ ძალიან ბევრ ფულს, ამის ხარჯზე უნივერსიტეტები არსებობენ, მოხდება ამის მოსპობა. ამიტომ სისტემის გაკონტროლება ალბათ მეორადი და მესამეული ეს არის ამოცანა არის 2 წლის წინ ვინმეს რომ შენთვის ეთქვა მე ვიტყოდი რომ თქვენ ხართ კონსპიროლოგები, გიჟები და რაზეა ლაპარაკი. მოთვლი რომ ამოცანა არის დღევანდელი ასე ვთქვათ მოცემულობიდან გამომდინარე ამ სისტემის დანგრევა და რამდენჯერმე გვითხრეს ეს არ გვიმალავენ ხო? ვოისკი გამოდის და გვეუბნება რომ არ გვინდა ეს უმაღლესი განათლების მქონე ხალხი, აგერ მინის მბერავები გვჭირდება. ეს განათლების სისტემა ხო პირდაპირ დაკავშირებული არის ქვეყნის განვითარებასთან, ჩვენ შრომის ბაზართან, ხო? გეუბნები, არა გვაქვს ჩვენი შრომის ბაზარი, რომ იქ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დასაქმდეს. მე მჭირდება მიმტანი, მზარეული, მრეცხავი, სასტუმროს დამლაგებელი და ასე შემდეგ. ანუ ქვეყნის სურათი ამ საგანმანათლებლო რეფორმიდან გამომდინარე, ძალიან მკაფიოდ იხატება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მომსახურე ზონა, სულ ვიმეორებ, რომ სააგარაკო ზონა, არანაირი ტექნოლოგიების განვითარებაზე აქ ლაპარაკი არ არის და როგორ ტექნოლოგიური
ერაში ვცხოვრობ და როგორი კონკურენტული გარემო გვაქვს თუ ვნახავთ, ჩვენ ისე ჩამოვრჩებით, რომ ვეღარ დავეწევით ვერასდროს ვეღარაფერს და ამისთვის კეთდება ეს, რომ ვიქნებით რაღაცა ესეთი შემოგარენი, კაი მთა, კაი ბარი, ზღვა გვაქვს სამზარეულო არაჩვეულებრივი ცეკვა თამაში ვიცით და ამაზე დაიყვანება, იმიტომ რომ რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის არა რეფორმა, არამედ განადგურება და ისე დონემდე დაიყვანენ, ისინი თუ კიდე დააჩნენ დიდხანს და 28 წლამდე მინიმუმ ხო არიან, არა, როგორც მე ვუყურებ და არაფერი არ ერევა ამათ, ვეღარ აღვადგენთ ვერაფერს. ისე დაინგრევა ყველაფერი. და ეს უმაღლესად ჯერჯერობით სახელმწიფო მაგისტრატებლებზეა ლაპარაკი, მაგრამ თუ ასე გააგრძელს, მე არ მგონია შემოიფარგლონ. აუცილებლად მიადგებიან კერძო სასწავლებლებს. აუცილებლად მიადგნენ უკვე, იმიტომ რომ მათ გრანტები სახელმწიფო უჩერები აღარ მიყვება, ეს უქმდება. ხო, ანუ ახლა დღეს როგორ იყო, ხო, რომ ადამიანი თუ მოიპოვებდა გრანტს, მას შეეძლო თავისი გრანტის სტუდენტს, უნდა სახელმწიფო უნივერსიტეტში წაეღო, უნდა და კერძოში და. ახლა კერძოებს ამას რომ მოაკლებენ, იმედი აქვს, რომ სტუდენტების მოაკლდებათ, იმიტომ რომ ყველა თავა სახელმწიფოში, იმიტომ რომ იქ უფასო შეეცდება თავისუფალი უნივერსიტეტი იზარალებს ალბათ. არა, ხოთი შეიძლება თავისუფალმა ბტუ-მ კავკასიამ საქართველოს ვინმე არ მინდა რომ გამომრჩეს, ანუ ვისაც ცოტათი უფრო რაღაცა მომძლავრებულები იყვნენ, მათ გამოაცხადეს ასე ვთქვათ ფასდაკლებები, გარკვეული სასტიპენდიო პროგრამები, მათ არ უნდათ რომ დაკარგონ სტუდენტების მასა, მაგრამ ესე თუ გაგრძელდა და თუ ასე ძალით გარეკეს კიდევ ეს ხალხი პროფესიულ სასწავლებლებში, ეხლა ვიტყვი რატომაც, გასაგებია რომ რაღაცა ნაწილი კერძო სასწავლებლების უბრალოდ გაკოტრების საშიშროების წინაშე დადგება და დანარჩენებს მარტივად მიადგებიან, ეხლა ესენი არიან თქო შეპესეების ფორმატში რამდენიმე, იქ შევა რაღაცა აუდიტი, რაღაცას მოედავებიან, გვინახავს ჩვენ ეს კინო უკვე და ვიცით როგორ ხდება, ასე ვთქვათ, ესეთი სიტუაციების მართვა და პროფესიულზე უნდა ვთქვა აუცილებლად სამწუხარო ძალიან არაპოპულარული არის პროფესიული განათლება საქართველოში. ეს ცალკე სამჟელო თემაა, რატო ვერ მოხერხდა მისი პოპულარიზაცია, მაგრამ ნახეთ რა გამოაცხადა მინისტრის მოადგილე 2 დღის წინ, რომ აბიტურიენტები, რომლებიც ახლა გააკეთებენ არჩევანს უმაღლეს სასწავლებლებზე, სავალდებულო შეიძლება არა, სავალდებულო სახით 3 პროფესიული კოლეჯიც უნდა მოხსნას. სიტყვა სავალდებულო ეწერა, რაც ჩვენ წავიკითხეთ, ასე ვთქვათ. ამიტომ ესეც გასაგები არის. ხო, ახლა შეიძლება იყოს ძალიან ასე ვთქვათ, კარგი ინტენცია, რომ ნუ ვერ ჩააბარა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო უნივერსიტეტში არ აქვს საშუალება წავიდეს კერძოში და მოდი გავუშვათ, ასე ვთქვათ, პროფესიულ სასწავლებელში. ჩააბარა, ყველა აბარებს, ხო? მაშინ ზღვარს აწევენ. ზღვარის აწევ, მე ვარავდობ და ბევრი ფიქრობთ ამაზე, რომ ხო, ნახეთ კიდე რასთან დაკავშირებით მაპატიეთ გაგაწყვეტინეთ. სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ კონტინკვოტები არ შეიცვლება. გავიხსენოთ შემოდგომაზე კობახიძე ამბობდა რომ 150,000-დან 100,000-ზე უნდა დავიდეს სტუდენტების რაოდენობა და ბიუჯეტი ასე იყო შედგენილი. მერე უცებ მოუნდათ ასე ვთქვათ პოპულისტური იდეი შემოგდება და თქოს რომ განათლება იქნება უფასო. დაუთვალეთ და უთხარით რომ როგორ იქნება იგივე ბიუჯეტით განათლება უფასო, იგივე რაოდენობის ბავშვებს ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ ყველა თუ უნდა ადრე თუ აფინანსებდი 100% ნაწილში, ნაწილს 70 და ნაწილს 50-ს. ეხლა რომ მეუბნები რომ დავაფინანსებ ყველას 100%-ით ბაკალავრსაც და მაგისტრანტსაც, ხო? მაშინ როგორ არიცვლება რაოდენობა, თუ ბიუჯეტს არ უმატებ. ბიუჯეტს არ მოუმატეს, რაოდენობაზე მეუბნებიან იგივე დარჩებაო, მერე კიდე გამოვიდა, გაიზრდება კიდევაც რაოდენობაო. ანუ მან მოხდება ხა გარკვეული მახინაციები და დათქმული სიტყვის გადათქმა გაუჭირდებათ ალბათ, იმიტომ რომ უფასო განათლებაზე იყო ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, პიარი აგორებული. ადრე არ გაჭირვებიათ ხოლმე გადათქმის. დაკვირდნენ მაგალითად რუსულ კანონს არ შემოვიტანთო და ერთ წელიწადში გადაწყდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ იქნება ახლა მანიპულაცია რაოდენობებით, ზღურის აწევა და თქვა რომ კვოტა არ შევამცეთ, მაგრამ ვერ გადალახეს ამ ბავშვებმა და ვერ მოეწყვლენ, აბა რა ვქნათ ასე ვთქვათ, როგორ მოვიქცეთ. შეიძლება ეხა ზღვის აწევა არ იყოს ცუდი, იმიტომ რომ რაღაც, იმიტომ რომ ბევრი წუწუნობდა უნივერსიტეტში, რომ ისე მოუმზადებელები მოდიან ბავშვები და ზღვარს თუ აწევენ შეიძლება ის არის რომ რეფორმა ასე არ უნდა განხორციელდეს. ხო, რატო გვიწევს ჩვენ ამაზე წუწუნი? სკოლას მიხედოთ ჯერ. ხო, ჩვენ დავიწყეთ სახურავის გარემონტება და ძირი გვაქვს მისახედი, საფუძველია მისახედი. რატომ ვერ მოდის ის სტუდენტი შესაბამისი ხარისხის სკოლიდან და რატომ მიწევს მე უნივერსიტეტში პირველ კურსზე პროგრამის ხარისხი გავამარტივო და დავაგდო დაბლა რომ პროცენტის გამოთვლა ვასწავლო სტუდენტს, ხო? თვითონ ვეაღიარეს. ქართული ენის პროგრამა ხო შემოიღეს, ეხლა და თქვენს რომ 12 წლიანი სასკოლო განათლება ქართულს ისე ვერ ვასწავლითო და ეხლა უნივერსიტეტში დაიმარხეთ. ეხლა 11 წელში ასწავლიან და მე 3 წლამდე უნდა დავიყვანო უნივერსიტეტში პროგრამა, რომ ანუ სკოლის ფუნქცია აკიდეს უნივერსიტეტს. აბსურდი არის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს პოპულისტური თემები, რომ ქართული ენის სწავლება ჩვენს პატრიოტულ სულისკვეთებას შეესაბამება და ამიტომ გრაალის მცველები არიან და ენას უნდა მიხედონ და ასე შემდეგ. ხო, აბსოლუტური შესულელი არის, მაგრამ მე რაც საბეჭდილო ამჩები, რა თქვენ ლაპარაკებით, რაც მეც ვარ გაცნობილი ხო ასე თუ ისე
ამ რეფორმის რაღაც შინაარსს. მე პირადად ვჩება აი ძალიან მყარი შტაბეჭდილება, რომ აი წესიერად არ იციან ასაკეთები. არ იციან. არა აქვთ ეს ასე კაფიო გეგმა, რაღაც ასე მიზანმიმართული. რაღაცების კონტროლი უნდათ, რაღაცები თვითონ პროცესში ებადებათ რაღაც აზრები. აი მოდი ახლა ასე ვქნათ, მოდი ახლა ისე ვქნათ. ანუ პროცესზე რომ ვილაპარაკოთ, ხო? 16 ოქტომბერს იყო ამ პრეზენტაცია. ეხლა დავწყოთ იმით, რომ პატარა ქვეყანა ვარ, კი ყავს ძალიან ბევრი, ძალიან კარგი სპეციალისტი, მათ შორის საზღვარგარეთ დისერტაცია დაცული განათლების პოლიტიკის სპეციალისტები, ყველას ვიცნობთ, არავინ ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა, მათი პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად. ვერ ვიპოვეთ ჩვენს წრეში ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ კონსულტაციის დონეზე, ფოკუს ჯგუფის დონეზე რაღაცა. გვეუბნებიან, რომ 9 თვე ვამუშავებდით ამ კონცეფციაზე, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. კომისიის შემადგენლობა ვიცით და ეხლა ვიცით, რომ ეხლა ქრივიშვილი და კალაძე და თამაზაშვილი რომ ამაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ეგენი კი არა, განათლების სამინისტროს არ მიუღია ამაში მონაწილეობა და მათაც ისევე დაეცათ თავზე ეს კონცეფცია და ეს რეფორმა, როგორც ჩვენ ყველას და იძულებულები არიან, რომ ეს ყველაფერი აღასრულოს, როგორც ასე ვთქვათ, სისტემის ჯარისკაცებმა. არ არის ეს გააზრებული, ახლა გადაცემამდე ხო ლაპარაკობდით ამაზე. განხორციელების პროცესში იმდენ წინააღმდეგობას წააწყდებიან, ლოგისტიკა, იდეოლოგია რო გვერდზე გადავდოთ, ანუ ემოციური ფონი, მაღალი იდეები და დიადი მიზნები ადმინისტრირების დონეზე წააწყდებიან იმდენ პრობლემას, რომ მოუწევთ ძალიან ბევრი ცვლილების შეტანა. მაგალითად, გავანებოთ თავი გაერთიანებას, რო წერია, რომ 3 წლიან ბაკალავრიატზე უნდა დავიდეს 4 წლიანი პროგრამა. ამის გადაწერას უნდა დრო. ამას სჭირდება მე რეაკრედიტაცია. გამოვარდა 2 დღის წინ გაბისვენეთ, რომ არაო რეაკრედიტაცია აღარ დასჭირდებაო. არჩევით საგნებს ამოვიღებთო. ტყუილი, მაშინ უნდა შეცვალონ აკრედიტაციის დებულება და წესდება. შეცვლიან ამასაც, მაგრამ მოუწევთ ამის კეთება გზადაზე, იმიტომ რომ არ იყო, არც ვადები იყო მოფიქრებული. ნახეთ, აბიტურიენტები რა დღეში არიან. აბიტურიენტებმა წინა წლებში უკვე იცოდნენ. აი ამ დროს უკვე ყველა მიცოდეს სად აბარებდა და როგორ. ერთი მოკითხეთ რა დღეში არის გამოცდების ცენტრი, როგორ უნდა მოამზადონ მათ ეს ყველაფერი და მოკითხეთ უნივერსიტეტებს, ბიუჯეტი არ აქვთ. იმიტომ რომ ადრე როგორ არეგულირებდა უნივერსიტეტი, მან იცოდა რამდენი ადგილი გამოაცხადა, იცოდა ერთი სასწავლო ადგილი რო ღირდა 2250 ლარი, სხვა თემა საკმარისი იყო, არ იყო საკმარისი დიფერენცირებული რატო არ იყო, მაგრამ ბიუჯეტის გეგმას მაინც ადგენდნენ. ეხლა არ იციან იქნება თუ რა როგორც უნივერსიტეტი დარჩება თუ არა, რომელ ფაკულტეტს უტოვებენ, რომელ პროგრამას უტოვებენ, შრომის ბაზის კვლევამ დადო შედეგებიო ველოდებით ყველანი თვალით არავის არ გვინახავს, რამდენ კვოტას მისცემენ და თითოეული სტუდენტის დაფინანსება დაახლოებით რამდენი იქნება 2250 დარჩება, იქნებ შეამცირონ კიდევაც, ხო? ამიტომ ვერაფერს ვერ გეგმავთ. ეს 2250 იყო 20 წლის წინ დადგენილი ფაქტი. ყოველთვის ყველაფერი გაძვირდა. მაშინ ყველამ წერეთ, კვლევები იყო უცხოელების მონაწილეობით, რომ არ შეიძლება მედიცინის პროგრამა ჯდებოდეს, ისევე ფინანსდებოდეს როგორც ბიზნესის ან მათემატიკის პროგრამა. ყველა თავს გვიქნებდა ამაზე, ხა შტერიმან არავინ არ არის, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა. ანუ რაღაცებზე ფული არ არის. საერთოდ ერთ-ერთი მიზეზი ამ რეფორმისა არის უფულობა და ერთ-ერთი მიზანი არის ფულის დაზოგვა. სასკოლო განათლების შემოკლება ზოგავს ფულს, საბაკალავრო პროგრამების შემოკლება ზოგავს ფულს. პროფესორებს ასე ვთქვათ გაფანტავენ და აუცილებლად გაუშვებენ სამსახურიდან კადრების შემცირება იქნება გარდაუვალი. აქაც დაზოგავენ ფულს, ახლა იმ რაღაცა რამდენი მიმართულება გვაქვს სულ, ხო? ჩვენ დავთვალეთ სადღაც 100-ის ფარგლებში შეიძლება, ხა 100 კაც აჭმევენ. და ასე იქნება. ამით დამთავრდება ყველაფერი. ხო, არა, მაგრამ არავინ არ დებს განათლებას. ბიუჯეტის სულმით ამაყოფე რომ ეკონომიკა იზრდება, ბიუჯეტი იზრდება და სადმე აქვს ეს ფული. თუ განათლებაში არ ჩადებ, ჯარში არ დებენ თავდაცვაში, თავდაცვა არ იზრდება. განათლების ბიუჯეტი არ იზრდება და ფინანსთა მინისტრის განცხადება. მასწავლებლებს 2 წლში ხომ მოუმატეთ უკვე ხელფასიო, ეხა რაღაც უნდათო. ეხა აღარ უმატებენ. თვითონ 2 წლის განმავლობაში ზედიზედ მოიმატეს დეპუტატებმა, თქო, ნამატი ხელფასისა ისეთია, რამდენიც მასწავლებელს არ აქვს ათოთიური ხელფასი, ანუ მარტო ნამატი, ხო? არა, კაცო 4000 ლარი ქონდა დეპუტატებს და ავიდნენ 14000. 4000-დან 14000 ავიდნენ 2 წელიწადში. 2 წელიწადში და მასწავლებლების ფული არ დარჩა. იქნება განათლების ხარისხზე ამან იმოქმედოს დადებითად, რომ მასწავლებელს მიუწევთ ნორმალური ხელფასი. იქნება იმან იმოქმედოს დადებითად, რომ ბავშვი მშიერი არ იყოს გაკვეთილზე და პირდაპირ მნიშვნელობით გული მისდით რაღაც რეგიონებში ბავშვებს შიმშილისაგან. ჩვენ მასწავლებელს რომ ველაპარაკებით, ჯიბით დააქვთ ბუტერბროდები ზოგს და შოკოლადები, რომ ბავშვი არ წაექცეს გაკვეთილზე. და ამ ფონზე ჩვენ ყავს მილიონერი დეპუტატები და მილიონერი მინისტრები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ხელფასებს ვერ მოუმატებენ და ბავშვების კვება თურმე სკოლებში ძვირად ღირებული საქმე ყოფილა.
აგუგუნებული ეკონომიკის პირობებში. ხო, და ნუ ეს მილიონერი დეპუტატები ეხლა ქმნიან კომისიას, რომ ფასები დაწიონ. კვერცხი გაიაფთა უკვე გითხრეს ეს. ამ სასიხარულო ამბით დავიწყეთ, ხო, და ამით დავამთავრეთ, რომ კვერცხი გაიაფთა 5%-ით, ნუ ნახოთ. სამაგიეროდ კვერცხი გაიაფთა, ეს კარგად არ აქვს საქმე, მაგრამ ეს კვერცხი გვაქვს. ოღონდ იანვარში გაძვირდა და ეხლა გაიაფთა. და დავიდა დეკემბრის დონეზე. მოკლედ ასეთი ვითარება გვაქვს. ნახოთ რა იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა არის მინისტრთა შეხვედრა. ნახოთ დაიხევენ თუ არა უგან. თქვენ თქვით რომ არ გონიათ, მეც არ გონია. მე არ მგონია. იქ შეიძლება იყოს რაღაცა კოსმეტიკური რაღაცა ცვლილებები, რომ არ ვიცი მე იქ სამშენობას კი არ გავყიდით ერთ ნახევარს, რაღაცა ფარაძემ თუ არ დარეკა, აბი არ გამოვა. ცისფერტებში რო ასეთი ლეგენდარული პერსონაჟი. ფარაძემ უნდა ძალიან გამეხარდება რომ ცდებოდე. აი ძალიან გამეხარდება რომ ცდებოდე, მაგრამ მეჭვე მეპარება. კი ბატონო, ლიკა ღლონტი იყო ჩვენი სტუმარი, განათლების ექსპერტი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას 8 საათზე დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტქალაქი.